ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მორალურ ფასადზე დგას. საჯაროდ ყველა ითხოვს გამჭირვალობას, გმობს ღალატს, კორუფციას და გვასწავლის პატიოსნებას. ეკრანებზე, ტრიბუნებზე, საერთაშორისო კონფერენციებსა და პრიალა ჟურნალებში ყველაფერი წესრიგს, კანონსა და სამართლიანობას ჰგავს. მაგრამ ამ იდეალისტური ლოზუნგების მიღმა სრულიად სხვა, ბევრად უფრო დაუნდობელი სინამდვილე დგას. ეს არის ნარკოტიკებით, ადამიანებით ვაჭრობით, იარაღის კონტრაბანდით, გემბლინგით, კორუფციითა და პოლიტიკური ძარცვით სავსე გლობალური ეკონომიკა, რომელიც ამითაც არ ჩერდება. არა იმიტომ, რომ მას ერთი საიდუმლო ცენტრი მართავს, არამედ იმიტომ, რომ მასში ჩართულია ძალიან ბევრი მოთამაშე, კრიმინალური სინდიკატები, კორუმპირებული ჩინოვნიკები, ოლიგარქები, ბანკირები, იურისტები, შუამავლები და სახელმწიფოები, რომლებიც ხშირად იმაზე მეც ხედავენ, ვიდრე აღიარებენ. ამ სისტემის სათავეში მდგომ ადამიანებს ერთი ფუნდამენტური პრობლემა აქვთ. მათ ხელში ხვდება მილიარდობით დოლარი ნაღდი ფულის, ფარული აქტივების ან არალეგალური შემოსავლის სახით. ფიზიკურად იმდენი ფული, რომ მისი შენახვა და გამოყენება უკვე ლოჯისტიკურ კოშმარად იქცევა. და სწორედ აქ იწყება მთავარი პარადოქსი. ეს ფული მათია, მაგრამ ბოლომდე ვერ იყენებენ. ვერ ყიდულობენ ვილას საკუთარი სახელით, ვერ დებენ პირდაპირ ინვესტიციას უძრავ ქონებაში. ვერ შეაქვთ ეს თანხა ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე ისე, თითქოს ჩვეულებრივი ბიზნესიდან მიიღეს. ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი შეიძლება სამართალდამცავი უწყებების, საგადასახადო ორგანოების ან ფინანსური მონიტორინგის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. შავი ფული, სანამ ის შავია, ძალაუფლების ნაცვლად მთავარი მამხილებელი მტკიცებულებაა. სწორედ აქ ერთვება საქმეში კაპიტალის ლეგალიზაციის გლობალური ინფრასტრუქტურა. ეს არის რთული, მრავალშრიანი მექანიზმი, რომლის მიზანი ფულის არალეგალური წარსულისგან დაშორებაა. სისტემა ცდილობს ფული გამოაცალკეოს დანაშაულისგან. მისცეს მას ახალი ბიოგრაფია, ახალი საბუთები, ახალი სახე და საბოლოოდ ჩასვას ოფიციალურ ეკონომიკაში. ფულის გათეთრების არსი სწორედ ეს არის. არა უბრალოდ ფულის დამალვა, არამედ მისი გარდაქმნა. ჭუჭყიანი ფული უნდა გადაიქცეს ლეგალურ ინვესტიციად, კრიმინალური შემოსავალი ბიზნეს მოგებად, კორუფციული წილი უძრავ ქონებად, ნარკოფული საბანკო ტრანზაქციად, ხოლო მოპარული სახელმწიფო რესურსი ოჯახურ ტრასტად, ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშად ან ოფშორული კომპანიის აქტივად. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ადამიანები დგებიან ტრიბუნებზე. მილიონებს ხარჯავენ საკუთარი თავის პიარში და შემდეგ გვარიგებენ, როგორ უნდა მივახციოთ წარმატებას. დიდი თავდაჯერებით გვეუბნებიან, რომ მთავარია შრომა, დისციპლინა, მიზანდასახულობა და ის, რომ არასდროს უნდა დავნებდეთ. დღეს ჩვენ ამ პრიალა ფასად ჩამოვხსნით და ვნახავთ იმ მექანიზმს, რომელიც მის უკან მუშაობს. დავტოვებთ სამოტივაციო ტექსტებს, დიდრულ ინტერვიუებსა თუ მანათობელ ეკრანებს და ვნახავთ, როგორ მუშაობს ფულის გათეთრების რეალური მანქანა, შუა საუკუნეების ბანკირებიდან თანამედროვე ციფრულ მიქსერებამდე, კოლონიური იმპერიებიდან ოფშორულ კუნძულებამდე, შვეიცარიული სეიფებიდან ამერიკულ ტრასტებამდე. ეს არ არის ისტორია ერთბოროტ გენიოსზე. ეს არის ისტორია იმაზე, როგორ შეისწავლა ფულმა კანონის ენაზე საუბარი. და როცა ამ გზას ბოლომდე გავყვებით, დავინახავთ, რომ იოანე მოციქულის სიტყვები საუკუნეების მიღმა არ დარჩენილა. ისინი ისტორიის ყველა ეპოქაში უცნაური სიზუსტით ჟღერს. მთელი წუთი სოფელი ბოროტებაში ძევს. როდესაც ფულის გათეთრებაზე ვსაუბრობთ, ბევრს გონია, რომ ეს მე-20 საუკუნის მაფიისა და ორგანიზებული დანაშაულის ეპოქის მოვლენაა. თითქოს ყველაფერი ალ კაპონეთი, სამრეცხაოებითა და ჩიკაგოს განგსტერებით დაიწყო. მაგრამ რეალურად, სიმდიდრის წარმომავლობისა და მფლობელის დამალვის მექანიზმები ბევრად უფრო ძველია. ისინი თითქმის იმდენივე წლისაა, რამდენისაც თავად ვაჭრობა, გადასახადები და სახელმწიფო ძალაუფლებაა. სადაც ჩნდება ფული, იქ ჩნდება მისი დამალვის სურვილიც. ზოგიერთი ისტორიკოსი და მკვლევარი ამ პრაქტიკის ადრეულ ფორმებს ძველ ჩინეთშიც ხედავს. დიდარ ვაჭრებს ხშირად უწევდათ ქონების გადამალვა, რადგან ადგილობრივი მმართველები და კორუმპირებული ბიუროკრატები მათი აქტივობის მითვისებას ცდილობდნენ. ამიტომ ისინი ქონებას უფრო მარტივად გადასაადგილებელ ფორმებად აქცევდნენ. სხვა რეგიონებში აბანდებდნენ და ცდილობდნენ რეალური მფლობელობა თვალისთვის უხილავი გაეხადათ. ეს ჯერ არ იყო თანამედროვე ფულის გათეთრება,
მაგრამ პრინციპი უკვე ჩანდა. სიმდიდრე უნდა მოშორდეს საფრთხეს, გადაინაცვლოს სხვა სივრცეში და დაიმალოს იურიდიული ან გეოგრაფიული ბურუსის მიღმა. თუმცა იმისთვის, რომ ფულის გათეთრება უბრალოდ თავდაცვის ინსტინქტიდან ფინანსურ ტექნოლოგიად ქცეულიყო, საჭირო იყო ისეთი წესრიგი, რომელიც გარკვეული ტიპის შემოსავალს აკრძალავდა. ეს გარდატეხა ევროპაში შუა საუკუნეებში მოხდა. იმდროინდელი ევროპის ერთ-ერთი მთავარი მორალური და სამართლებრივი ძალა კათოლიკური ეკლესია იყო. ეკლესიისთვის ფინანსური სამყაროს მთავარი ტაბუ მევახშეობა, ანუ ფულის პროცენტით გასესხება გახლდათ. პროცენტით მიღებული მოგება ცოდვად ითვლებოდა. შესაბამისად, ასეთი შემოსავალი ოფიციალურად მიუღებელი იყო და მას დამალვა სჭირდებოდა. სწორედ ამ ვითარებაში იტალიელმა ვაჭრებმა და ფლორენციელმა ბანკირებმა, მათ შორის მედიჩების მსგავსი გავლენიანი ოჯახის წრემ, იპოვეს გამოსავალი. მათ გამოიყენეს გაცვლითი ვექსილი, ლეტერა დი კამბიო. მექანიზმი მარტივი იყო, მაგრამ ძალიან ჭკვიანური. თუ პროცენტის პირდაპირ აღება აკრძალული იყო, მოგება შეიძლებოდა დამალულიყო ვალუტის გაცვლით კურსში. ბანკირი ერთ ქალაქში ერთ ვალუტაში გასცემდა თანხას, ხოლო დაბრუნება სხვა ქალაქში სხვა ვალუტაში ითხოვდა. საბუთებში ყველაფერი სავაჭრო რისკს, კურსის ცვლილებასა და საერთაშორისო ვაჭრობას ჰგავდა. რეალურად კი ამ გაცვლით კურსში ხშირად იმალებოდა ის სარგებელი, რომელსაც ეკლესია კრძალავდა. სწორედ აქ ვხედავთ ფულის გათეთრების ერთ-ერთ ყველაზე ძველ პრინციპს. დანაშაულებრივი ან აკრძალული შემოსავალი პირდაპირ კი არ უნდა გამოჩნდეს, არამედ ლეგალური ოპერაციის სახე უნდა მიიღოს. ეს ჯერ კიდევ ტექნიკური ხრიკი იყო, მაგრამ რამდენიმე საუკუნის შემდეგ იგივე პრინციპი ბევრად უფრო დიდ მასშტაბზე გადავიდა. მე-17 საუკუნის ბოლოს ბრიტანეთმა შექმნა ფინანსური სისტემა, რომელმაც მსოფლიო ძალაუფლების ბუნება შეცვალა. 1688 წლის სახელოვანი რევოლუციისა და 1694 წელს ინგლისის ბანკის დაარსების შემდეგ ბრიტანეთში გამყარდა ახალი იდეა. სახელმწიფო ვალი და კერძო საკუთრება უნდა ყოფილიყო უფრო დაცული, პროგნოზირებადი და პოლიტიკურ ქაოსზე ნაკლებად დამოკიდებული. ადრე, თუ კაპიტალს მეფეს ასესხებდი და მეფე ომს წააგებდა, მოკვდებოდა ან ძალაუფლებას დაკარგავდა, შენი ფულით საფრთხეში აღმოჩნდებოდა. ინგლისის ახალი ფინანსური სისტემა კი კრედიტს უკვე არამხოლოდ მონარქზე, არამედ ინსტიტუტებზე, პარლამენტზე და სახელმწიფოს გრძელვადიან ვალდებულებებზე აბამდა. ეს არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის იმპერიამ მხოლოდ ბანკებმა შექმნეს. რა თქმა უნდა, მას ქმნიდა ფლოტი, იარაღი, კოლონიები, ვაჭრობა და ძალადობაც. მაგრამ ამ ყველაფრის უკან იდგა კიდევ ერთი, ნაკლებად ხილული ძალა, ფინანსური არქიტექტურა. ბრიტანეთმა შექმნა გარემო, სადაც კაპიტალი თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა. ლონდონი თანდათან იქცა ადგილად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ელიტებს შეეძლოთ ფულის დაბანდება, დაცვა და გადამალვა. აქ ჩნდება ფულის გათეთრებისა და იმპერიული ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე ბნელი კავშირი. კოლონიურ სამყაროში ბრიტანეთს ხშირად არ სჭირდებოდა მხოლოდ სამხედრო ძალა. ბევრ ქვეყანაში არსებობდა ადგილობრივი მმართველი კლასი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ძარცვავდა, მაგრამ მუდმივად ეშინოდა შიდა მტრების, გადატრიალებისა და ქონების დაკარგვის. იმპერია მათ შესთავაზა არამხოლოდ იარაღი, არამედ უსაფრთხო ფინანსური თავშესაფარი. გარიგება პირდაპირ ასე არ იწერებოდა, მაგრამ პრაქტიკაში ასე მუშაობდა. დაეხმარე იმპერიას შენი ქვეყნის რესურსების კონტროლში. სანაცვლოდ კი შენი ფული, შენი ოჯახი და შენი მომავალი დაცული იქნება იმპერიის სამართლებრივ და საგანმანათლებლო სივრცეში. ადგილობრივი ელიტები ინდოეთში, ჩინეთში თუ სხვა კოლონიურ სივრცეებში ხშირად მონაწილეობდნენ საკუთარი ქვეყნების გაღარიბებაში, რადგან მიღებული წილი იმპერიის ფინანსურ ქსელში ბევრად უსაფრთხოდ ინახებოდა. მათი შვილები სწავლობდნენ ელიტარულ სკოლებში, მათი კაპიტალი გადადიოდა ლონდონში, კოლონიურ სავაჭრო პუნქტებსა და მოგვიანებით ჰონკონგის მსგავს ცენტრებში, ხოლო მათი ქვეყნები რჩებოდა გაძარცვული. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ ვაჭრობა. ეს იყო ელიტების მოსყიდვის, კაპიტალის გადატანისა და წარმომავლობის დაბინდვის გლობალური სისტემა. ბრიტანეთმა შექმნა ინფრასტრუქტურა, ბანკირების, ადვოკატების, სავაჭრო კომპანიების, კოლონიური ადმინისტრაციებისა და იურიდიული ფორმების ქსელი, რომელმაც მომავალში თანამედროვე ოფშორული იმპერიის საფუძველი მოამზადა. მაგრამ იმისთვის, რომ ეს სისტემა ბოლომდე თანამედროვე სახით ჩამოყალიბებულიყო, ის უნდა გამოსულიყო კოლონიური ადმინისტრაციებიდან და პირდაპირ კრიმინალური სამყაროს, დოლარისა და გლობალური ბანკების ხელში გადასულიყო.
ეს შემდეგი ეტაპი მე-20 საუკუნეში დაიწყო. მე-20 საუკუნემ მსოფლიო რუკა შეცვალა. ორი მსოფლიო ომის შემდეგ ძველი ევროპული იმპერიების ძალა შეირყა. ბრიტანეთი ჯერ კიდევ გავლენიანი იყო, მაგრამ გლობალური ეკონომიკური ცენტრი თანდათან გადადიოდა ახალ მოთამაშეზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ამ ცვლილებამ ჩრდილოვან ეკონომიკას მისცა ინსტრუმენტი, რომელმაც ფულის გათეთრება ლოკალური პრობლემიდან გლობალურ ინდუსტრიად აქცია. ეს ინსტრუმენტი იყო ამერიკული დოლარი. 1944 წლის ბრეტონ ვუდსის შეთანხმების შემდეგ დოლარი მსოფლიო ფინანსური სისტემის ცენტრში მოექცა. ის გახდა საერთაშორისო ვაჭრობის, რეზერვებისა და ანგარიშსწორების მთავარი ვალუტა. კრიმინალური სამყაროსთვის ეს ნამდვილი რევოლუცია იყო. მანამდე სიმდიდრის გადატანა ხშირად ნიშნავდა ოქროს, ძვირფასი ქვების ან სხვადასხვა არასტაბილური ვალუტის გადაადგილებას. ახლა კი გაჩნდა უნივერსალური ფული, ქაღალდი, რომელსაც ყველა იღებდა ნიუ-იორკის ბანკებში, პარიზის სასტუმროებში, აზიის პორტებში და ლათინური ამერიკის ჯუნგლებშიც. ალ კაპონესა და ჩიკაგოს მაფიის ისტორია ფულის გათეთრების ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ დარჩა. მაგრამ რეალური მანქანა ბევრად უფრო დიდი იყო. ამერიკელმა განგსტერებმა უბრალოდ ძველ პრინციპს ახალი, პრაქტიკული ფორმა მისცეს. ნაღდი ფული უნდა შესულიყო ისეთ ბიზნესში, სადაც შემოსავლის ზუსტი დათვლა რთული იყო. თუმცა სანამ ჩიკაგოში ალკოჰოლის კონტრაბანდით მილიონები კეთდებოდა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში უკვე ყალიბდებოდა კრიმინალური ქსელები, რომლებიც არა მილიონებს, არამედ მომავალში მილიარდებს ამოძრავებდნენ. 1920-იანი და 30-იანი წლების შანხაი იქცა აღმოსავლეთის ერთ-ერთ მთავარ კრიმინალურ ცენტრად. იქ მოქმედებდა ცნობილი მწვანე ბანდა, რომელსაც დუ იუეშენგი ხელმძღვანელობდა. ეს არ იყო უბრალო ქუჩის დაჯგუფება. მათ გავლენა ჰქონდათ ოპიუმის ვაჭრობაზე, პორტებზე, პოლიტიკაზე და ფინანსებზე. მათი ფული იმდენად ღრმად იყო ჩართული ქალაქის ეკონომიკაში, რომ ხშირად ძნელი იყო ზღვარის გავლება კრიმინალს, ბიზნესსა და პოლიტიკას შორის. მოგვიანებით, ევროპაში გაჩნდა კიდევ ერთი დიდი ქსელი, რომელიც ისტორიაში ფრანგული კავშირის სახელით შევიდა. კორსიკულმა მაფიურმა სტრუქტურებმა ნედლეული ახლო აღმოსავლეთიდან და თურქეთიდან შეიტანეს. მარსელში ჰეროინად გადაამუშავეს და შემდეგ ამერიკის ბაზარზე გაიტანეს. აზიური ოპიუმი, ევროპული ჰეროინი, მოგვიანებით ლათინო-ამერიკული კოკაინი. ამ ყველაფერმა გააჩინა ერთი კითხვა: სად უნდა წასულიყო ეს ფული? სად უნდა დაემალათ ასეულობით მილიონი დოლარი ისე, რომ სახელმწიფოს მისი კონფისკაცია ვერ მოეხდინა? პასუხი ცენტრალურ ევროპაში იპოვეს. 1934 წელს შვეიცარიამ მიიღო კანონი, რომელმაც საბანკო საიდუმლოება თითქმის წმინდა პრინციპად აქცია. ამ კანონმა ბანკირისთვის კლიენტის ვინაობის ან ანგარიშის დეტალების გამჟღავნება ძიმე სამართლებრივ პრობლემად აქცია. ხშირად ამბობენ, რომ ეს კანონი ებრაული კაპიტალის ნაცისტური რეჟიმისგან დასაცავად შეიქმნა. ამ ამბავში ისტორიული სიმართლის ელემენტები არსებობს, მაგრამ მთავარი სურათი უფრო ფართოა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული მთავრობები ცდილობდნენ კაპიტალის გაპარვის, გადასახლებისგან თავის არიდებისა და ელიტების ქონების გადინების კონტროლს. შვეიცარიულმა ბანკებმა კი კლიენტებს შესთავაზეს ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ: საიდუმლოება. შვეიცარიამ შექმნა ფინანსური ციხესიმაგრე. მისი გზავნილი მარტივი იყო: ჩვენ ავსვამთ ბევრ კითხვას, ჩვენ ვიცავთ თქვენს ფულს. შვეიცარიული ნომრიანი ანგარიშები იქცა სიმდიდრის დაცვის სიმბოლოდ. მათ იყენებდნენ არა მხოლოდ კრიმინალები, არამედ დიქტატორები, კორუმპირებული ჩინოვნიკები, გადასახლებისგან თავის ამრიდებელი ბიზნესმენები და პოლიტიკური ელიტები. ამერიკულმა დოლარმა, ნარკოვაჭრობის გლობალურმა მასშტაბმა და შვეიცარიულმა საიდუმლოებამ შექმნა სრულყოფილი სინერგია. სწორედ ამ პერიოდში იწყებს ფულის გათეთრება იმ ფორმის მიღებას, რომელსაც დღესაც ვიცნობთ. კრიმინალურმა სინდიკატებმა და კორუმპირებულმა მმართველებმა გააცნობიერეს ის, რაც იმპერიებმა მანამდე უკვე იცოდნენ. კაპიტალის დასაცავად იარაღი არ არის საკმარისი. ამისთვის ადვოკატები, ბანკირები და იურიდიული სტრუქტურებია საჭირო. გაჩნდა ეგრეთ წოდებული უკუსესხების პრაქტიკა. არალეგალური ფული გადიოდა უცხოურ ანგარიშებზე. შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა როგორც უცხოური ინვესტიცია ან სესხი. ქაღალდზე ყველაფერი სუფთა ჩანდა. რეალურად კი იგივე ფული, უბრალოდ ახალი ბიოგრაფიით, შედიოდა სასტუმროებში, კაზინოებში, უძრავ ქონებასა და სავაჭრო კომპანიებში. ამავე დროს ფართოვდებოდა ოფშორული არქიპელაგიც. კარიბის ზღვის კუნძულებმა, ბაჰამამ,
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა და სხვა იურისდიქციებმა დაიწყეს კანონების მორგება ახალ ინდუსტრიაზე. მათ შექმნეს სივრცეები, სადაც კომპანიის გახსნა შესაძლებელი იყო ისე, რომ რეალური მფლობელის ვინაობა საჯარო რეესტში არ გამოჩენილიყო. ასე შეიკრა გლობალური კორუფციის მანქანა. ეს არ იყო ერთი ადამიანის გამოგონება. ეს იყო ბნელი ეკონომიკისა და ელიტარული ფინანსური სისტემის ისტორიული შერწყმა. მაგრამ იმისთვის, რომ ეს სისტემა მართლა უძლეველი გამხდარიყო, მას სჭირდებოდა არამხოლოდ ოფშორული კუნძულები და შვეიცარიული სეიფები, არამედ პირდაპირი წვდომა მსოფლიოს მთავარ ბანკებზე. და ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ აქ იწყება. დასავლურმა მეგაბანკებმა ეს წვდომა უზრუნველყვეს. თუ დღეს ჩვეულებრივი ადამიანი შევა ბანკში და $10,000-ზე მეტი ნაღდი ფულის შეტანა შეეცდება, სისტემა მაშინვე უამრავ კითხვას დაუსვამს. საიდან გაქვთ ეს თანხა? რა არის შემოსავლის წყარო? შეგიძლიათ დოკუმენტებით დაამტკიცოთ. თქვენ მოგიწევთ ფორმების შევსება, შემოსავლების დადასტურება და ეგრეთ წოდებული იცნობდე შენს კლიენტს პროცედურის გავლა. ჩვეულებრივი მოქალაქისთვის თანამედროვე საბანკო სისტემა ციხესიმაგრეს ჰგავს, სადაც თითოეული თეთრი მიკროსკოპის ქვეშ მოწმდება. მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება, რომ იმავე სისტემაში, სადაც რიგით ადამიანს რამდენიმე $1,000 გამო ანგარიშს უყინავენ, ყოველწლიურად მილიარდობით და ზოგჯერ ტრილიონობით $, საეჭვო კაპიტალი მოძრაობს. პასუხი უსიამოვნოა. ფულის გათეთრების თანამედროვე არტერიები ხშირად არ გადის ბნელ სარდაფებში, მიტოვებულ საწყობებსა და კარიბის საეჭვო ოფისებში. ისინი გადის პრესტიჟულ ბანკებში, იურიდიულ ფორმებში, აუდიტორულ კომპანიებში და ფინანსური ცენტრების შუშის სათამბჯენებში. სწორედ ამიტომ არის ეს თემა ასეთი მძიმე. რადგან აქ კრიმინალი აღარ გამოიყურება როგორც ნიღბიანი ადამიანი იარაღით ხელში, ის ხშირად გამოიყურება როგორც ხელშეკრულება, აუდიტის ანგარიში, ინვოისი, საკონსულტაციო მომსახურება ან კორესპონდენტული საბანკო ანგარიში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია HSBC-ის სკანდალი, ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო საბანკო გიგანტის, რომლის სახელიც ისტორიულად ჰონკონგისა და შანხაის ფინანსურ ქსელებს უკავშირდება. 2012 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და სენატის გამოძიებამ გამოავლინეს, რომ HSBC სისტემაში წლების განმავლობაში არსებობდა მძიმე ჩავარდნები ფულის გათეთრების წინააღმდეგ კონტროლში. გამოძიების მიხედვით, ბანკის მექსიკურ ფილიალს და აშშ-ის კორესპონდენტულ ქსელს იყენებდნენ მექსიკური და კოლუმბიური ნარკოკარტელების ფულის გადასატანად. საქმეში დასახელდა მინიმუმ $891 მილიონი ნარკოფული. ეს არ იყო უბრალოდ ერთი თანამშრომლის შეცდომა, ეს იყო სისტემური ჩავარდნა. ისეთი მასშტაბის, რომ კარტელის ფული საბანკო არხებში დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა. გამოძიების მასალებში ერთი დეტალი განსაკუთრებით კარგად აჩვენებს სისტემის მასშტაბს. ნარკოკარტელებს ბანკებში იმდენად დიდი ოდენობის ნაღდი ფული შეჰქონდათ, რომ ის სწრაფად გადასაცემად სპეციალურად მორგებულ ყუთებს იყენებდნენ. ისეთებს, რომლებიც მოლარეების ფანჯარას ზუსტად ერგებოდა. ამავე პერიოდში HSBC-ის ბრალი ედებოდა სანქცირებულ ქვეყნებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გატარებაშიც, მათ შორის ირანთან, სუდანთან და სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით. როდესაც ეს ამბავი გასაჯაროვდა, ბევრი ელოდა, რომ ბანკის ტოპ მენეჯმენტი მკაცრად დაისჯებოდა, მაგრამ რეალური შედეგი სხვა იყო. HSBC-მ გადაიხადა დაახლოებით $1.9 მილიარდი და საქმე შეთანხმებით დასრულდა. ბანკისთვის ეს დიდი თანხა იყო, მაგრამ არა დამანგრეველი. არც ერთი მთავარი აღმასრულებელი არ წასულა ციხეში. სწორედ აქ გაჩნდა ის განცდა, რომელსაც ხშირად ასე აღწერენ. ზედმეტად დიდი იმისთვის, რომ ციხეში ჩასვა. ეს ფრაზა შეიძლება პუბლიცისტურად ჟღერდეს, მაგრამ მისი არსი ძალიან რეალურია. როცა ბანკი იმდენად დიდია, რომ მისი ჩამოშლა მთელ ფინანსურ სისტემას შეარყევს, სახელმწიფო იწყებს ფიქს არამხოლოდ იმაზე, ვინ არის დამნაშავე, არამედ იმაზეც, რა დაემართება ეკონომიკას, თუ ეს ბანკი ჩამოიშლება. ასეთ დროს სასჯელი ხშირად ჯარიმად იქცევა. სისტემა საკუთარ საყრდენს არ ანგრევს, უბრალოდ აჯარიმებს და მუშაობის გაგრძელების უფლებასაც აძლევს. ამით კი ფინანსურ სამყაროს ეგზაუნება საშიში სიგნალი. თუ საკმარისად დიდი ხარ, დანაშაული შეიძლება გადაიქცეს არა ეგზისტენციალურ საფრთხედ, არამედ ბიზნესის ხარჯად. მაგრამ ნაღდი ფულის შეტანა ბანკში მხოლოდ ერთი ნაწილია. ბევრად უფრო რთული და მასშტაბურია კითხვა, როგორ გადადის კორუმპირებული ჩინოვნიკის, ოლიგარქის ან ტრანსნაციონალური სინდიკატის ფული პირდაპირ ლონდონში, ნიუ-იორკში ან ფრანკფურტში.
ის ხომ უბრალოდ ვერ მივა ჩეიში ან დოიჩე ბანკში და ვერ იტყვის, ეს ჩემი მოპარული მილიარდია, ანგარიშზე შემიტანეთ. ამიტომ აქ ერთვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, კორესპონდენტული საბანკო სისტემა. წარმოიდგინეთ პატარა ბანკი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში ან ნებისმიერ სხვა რეგიონში. მას არ აქვს პირდაპირი წვდომა დოლარის გლობალურ სისტემაზე, ამიტომ ის ხსნის კორესპონდენტულ ანგარიშს დიდ დასავლურ ბანკში. ფორმალურად, დასავლური ბანკი მომსახურებას უწევს ამ პატარა ბანკს, მაგრამ რეალურად ამ პატარა ბანკის უკან შეიძლება იდგეს ათასობით კლიენტი, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, სინდიკატები და ფიქტიური კომპანიები. ფული მოძრაობს როგორც ბანკთაშორისი ტრანზაქცია, მაგრამ მისი საბოლოო მფლობელის დანახვა ხშირად რთულდება. დასავლური ბანკი იღებს საკომისიოს, პატარა ბანკი იღებს წვდომას გლობალურ სისტემაზე, კლიენტი იღებს ფულის გადაადგილების შესაძლებლობას. ყველა რაღაცას იგებს, გარდა საზოგადოების. ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი დენსკა ბანკის ესტონეთის ფილიალი იყო. 2007-დან 2015 წლამდე ამ პატარა ფილიალში დაახლოებით 200 მილიარდი ევრო საეჭვო ტრანზაქციებზე იყო საუბარი. ეს თანხა იმდენად დიდია, რომ მრავალი ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის ზომას აღემატება. ფულის დიდი ნაწილი მოდიოდა რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. გამოყენებული იყო ბრიტანეთში რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიები, ოფშორული სტრუქტურები და არარეზიდენტი კლიენტები. ეს მაგალითი ერთ მარტივ სიმართლეს აჩვენებს. ფულის გათეთრება მხოლოდ კრიმინალური სამყაროს პრობლემა არ არის. ის მაშინ ხდება მასშტაბური, როცა ლეგალური ფინანსური სისტემა საკუთარ კარს საკმარისად ფართოდ აღებს და საეჭვო კაპიტალს ოფიციალურ არხებში გადაადგილების საშუალებას აძლევს. მაგრამ ბანკები მარტო ვერ იმუშავებენ. მათ სჭირდებათ უხილავი არმია, ადამიანები, რომლებიც კანონის ენაზე აწყობენ გაუმჭირვალობას. ესენი არიან იურისტები, აუდიტორები, ნოტარიუსები, ფინანსური მრჩევლები, ქონების ბროკერები და კორპორატიული სერვისების პროვაიდერები. როდესაც ავტოკრატ მმართველს, ნარკობარონს ან კორუმპირებულ მაღალჩინოს ან სურს ლონდონში, დუბაიში ან ნიუ-იორკში ძვირადღირებული ქონების ყიდვა, ის ამას თავისი სახელით იშვიათად აკეთებს. ის იყენებს იურიდიული სტრუქტურების ჯაჭვს. ერთი კომპანია დარეგისტრირდება ერთ იურისდიქციაში, მეორე კომპანია სხვა ქვეყანაში, მესამე შეიძლება იყოს ტრასტი, მეოთხე ნომინალური დირექტორის სახელზე გაფორმებული ფირმა. საბოლოოდ კი ქონებას ყიდულობს არა ადამიანი, არამედ ქაღალდზე არსებული იურიდიული ლაბირინთი. დოკუმენტებში ყველაფერი შეიძლება კანონიერად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალური კითხვა სხვაა. ვის ეკუთვნის ეს ყველაფერი სინამდვილეში? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის დამალვაა თანამედროვე ფულის გათეთრების მთავარი ხელოვნება. ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც სახელმწიფოები ხშირად მკაცრად აკონტროლებენ რიგით მოქალაქეებს, მაგრამ უჭირთ იმ ადამიანების დანახვა, რომლებიც მილიარდებს ოფშორული ფენების მიღმა მალავენ. დასავლურმა ბანკებმა, იურიდიულმა ფირმებმა და ოფშორულმა ზონებმა შექმნეს ფარი, რომელმაც კორპორატიული ელიტა და კრიმინალური სამყარო კანონის სახელით დაიცვა. ეს სისტემა იმდენად სრულყოფილი ჩანდა, რომ მისი გარღვევა თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ როგორც ამბობენ, ციხე შიგნიდან ტყდება. ის, რაც გარედან თითქმის დაუმარცხებელი ჩანდა, საბოლოოდ მისივე საიდუმლო არქივებმა გასცა. 2015 წელს გერმანულ გაზეთს Süddeutsche Zeitungs დაუკავშირდა ანონიმური წყარო, რომელმაც საკუთარ თავს ჯონ დოუ უწოდა. მან ჟურნალისტებს შესთავაზა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, მილიონობით ფარული დოკუმენტი პანამური იურიდიული ფირმიდან, მოსაკ ფონსეკადან. ეს დოკუმენტები მოგვიანებით Panama Papersის, ანუ პანამის დოკუმენტების სახელით გახდა ცნობილი. მასალა იმდენად დიდი იყო, რომ ერთ გაზეთს მისი დამუშავება არ შეეძლო. საქმეში ჩაერთო გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი. ასობით ჟურნალისტი, ათეულობით ქვეყნიდან, თითქმის ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ სწავლობდა დოკუმენტებს, ელფოსტებს, საბანკო ჩანაწერებს, კონტრაქტებს და კლიენტების პირად მონაცემებს. 2016 წელს, როდესაც გამოძიების შედეგები გამოქვეყნდა, მსოფლიომ დაინახა ის, რის დამალვასაც ოფშორული ინდუსტრია 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა. ფიქტიური კომპანიების უკან იდგნენ არა მხოლოდ კრიმინალური ჯგუფები, არამედ პოლიტიკოსები, მილიარდერები, მმართველი ელიტების წარმომადგენლები, სპორტის ვარსკვლავები, ბანკირები და გავლენიანი ბიზნესმენები. პანამის დოკუმენტებმა დაამსხვრია მთავარი მითი,
თითქოს ოფშორებს მხოლოდ მაფია და ნარკოკარტელები იყენებდნენ. ამას მალევე მოხვა სხვა მასშტაბური გაჟონვებიც, Paradise Papers, ანუ 64-ის დოკუმენტები და Pandora Papers, ანუ პანდორას დოკუმენტები. ამ გამოძიებებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ოფშორული სამყარო მხოლოდ პანამით, ერთი ფირმით ან ერთი იურისდიქციით არ შემოიფარგლებოდა. ეს იყო გლობალური ქსელი, სადაც ძალაუფლება, ფული და საიდუმლოება ერთმანეთს ერწყმოდა. მედიაზე იმობდა, მოსაკ ფონსეკა დაიხურა. მთავრობებმა განაცხადეს, რომ ფინანსური საიდუმლოებების ერა სრულდებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივი გამარჯვება იყო. სისტემა, რომელზეც ტრილიონობით დოლარი დგას, ერთი ჟურნალისტური გამოძიებით არ ინგრევა. კორუმპირებულმა ელიტამ და ტრანსნაციონალურმა კაპიტალმა უბრალოდ გაიაზრა დაშვებული შეცდომები. ისინი მიხვდნენ, რომ პატარა ტროპიკული კუნძულები აღარ იყო საკმარისად უსაფრთხო. ოფშორული კაპიტალი არ გამქრალა. მან უბრალოდ მიგრაცია დაიწყო. შავფულს სჭირდებოდა ისეთი ციხესიმაგრე, რომელზეც ზეწოლას ვერ მოახდენდა ერთი ჟურნალისტური გამოძიება, ერთი პატარა ქვეყანა ან ერთი საერთაშორისო სკანდალი და პასუხი იმაზე პარადოქსული აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს წარმოედგინა. ფულმა დაიწყო გადასვლა იქ, საიდანაც თითქოს გამჭვირვალობის მოთხოვნა მოდიოდა, ამერიკაში. პანამის დოკუმენტების შემდეგ დასავლეთმა დაიწყო გამჭვირვალობის ახალი კამპანია. ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ფატკა იყო, ამერიკული კანონი, რომელმაც უცხოურ ბანკებს დაავალა ამერიკელი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ვაშინგტონმა მსოფლიოს ფინანსურ ინსტიტუტებს მკაფიო არჩევანი დაუდო. ან აშშ-ის გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციას გაგვიზიარებთ, ან დოლარის სისტემაზე წვდომას დაკარგავთ. მსოფლიო დაემორჩილა. შემდეგ გაჩნდა CRS, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის გლობალური სტანდარტი, რომელიც OECD-ს, ანუ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ეს არის საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც ქვეყნებს ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტებზე ათანხმებს. ამის შემდეგ უამრავმა ქვეყანამ დაიწყო საბანკო ანგარიშების შესახებ მონაცემების ერთმანეთთან გაცვლა. შვეიცარიამაც კი დათმო თავისი ლეგენდარული საიდუმლოება. ზედაპირზე ჩანდა, რომ ფულისთვის დასამალი ადგილი აღარ დარჩა. მაგრამ რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა. ტრადიციული ოფშორები არ გამქრალან. ისინი უბრალოდ შეიცვალნენ. ფიქტიური კომპანიები უფრო მრავალშრიანი გახდა. მფლობელობა კი უფრო ღრმად დაიმალა. ძველი ბანკირების ადგილი დაიკავეს ეგრეთ წოდებულმა სიმდიდრის მმართველებმა, სპეციალისტებმა, რომლებიც კაპიტალს სხვადასხვა იურიდიულ სტრუქტურაში ანაწილებდნენ და მის რეალურ მფლობელს რამოდენიმე ფენის მიღმა მალავდნენ. ამავდროულად ახალი ცენტრები გაძლიერდა. სინგაპური და ჰონკონგი აზიური კაპიტალის მნიშვნელოვანი კვანძები გახდნენ. დუბაი გადაიქცა სანქცირებული, რუსული, აზიური და ახლო აღმოსავლური კაპიტალის ერთ-ერთ მთავარ მაგნატად. ქალაქად, სადაც ზვირადღირებული უძრავი ქონება არამხოლოდ საცხოვრებელი სივრცეა, არამედ კაპიტალის შესანახი ინსტრუმენტიც. მაგრამ ყველაზე დიდი პარადოქსი მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. ამერიკამ მსოფლიოს გამჭვირვალობა მოსთხოვა, მაგრამ თავად სრულად არ შეუერთა ინფორმაციის ორმხრივი გაცვლის იმავე სტანდარტს, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან მოითხოვდა. შედეგი მარტივი იყო. ფულმა დაინახა ახალი თავშესაფარი. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, რომელიც სხვებს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებდა, თავად გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად უცხოური კაპიტალის დასამალად. დელავერის შტატი ამის სიმბოლოდ იქცა. უილმინგტონში ერთი ჩვეულებრივი აგურის შენობა ათასობით, უფრო სწორად, 100,000-ობით კომპანიის იურიდიულ მისამართად გამოიყენებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს კომპანია კრიმინალურია, მაგრამ ეს აჩვენებს, რამდენად მარტივია კომპანიის იურიდიული იდენტობის შექმნა ისეთ სისტემაში, სადაც რეალური მფლობელის დანახვა ყოველთვის ადვილი არ არის. დელავერი ბიზნესისთვის მოსახერხებელი შტატია, მაგრამ სწორედ ეს სიმარტივე, დაბალი ბიუროკრატია და ანონიმურობის ელემენტები მას მიმზიდვეს ხდის არამხოლოდ ლეგალური კომპანიებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ფულის წარმომავლობის დაბინდვა სურს. სამხრეთ დაკოტა კი ტრასტების ახალ ცენტრად იქცა. ამ შტატმა შექმნა ისეთი სამართლებრივი გარემო, სადაც მსხვილი კაპიტალის დაცვა, მემკვიდრეობით გადაცემა და უცხოური სასამართლოებისგან დამალვა განსაკუთრებით ხელსაყრელი გახდა. პანდორას დოკუმენტებმა აჩვენა, რომ სამხრეთ დაკოტას ტრასტები უცხოელი ელიტებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. აქ ჩანს მთავარი პარადოქსი. ბრიტანული ოფშორული კუნძულები ემსახურება კორპორატიულ გაუმჭვირვალობას.
დუბაი იზიდავს სანქცირებულ და საეჭვო კაპიტალს. შვეიცარია ძველი ელიტების სიმდიდრეს მართავს უფრო დახვეწილი ფორმით. ამერიკა კი ხშირად იქცევა წესების შემქმნელად, რომელიც თავად რჩება ამ წესებისგან ნაწილობრივ თავისუფალი. ეს არ არის ერთი შეთქმულება, ეს არის ინტერესების სისტემა. ყველა მიცის, რომ ფული ბინძურია, მაგრამ სანამ ეს ფული შედის ბანკებში, ყიდულობს უძრავ ქონებას, ქმნის საკომისიოებს და ზრდის აქტივების ფასს, ძალიან ბევრს უჩნდება мотиваცია ზედმეტი კითხვები არ დასვას. მაგრამ ელიტური კაპიტალის დასამალად მხოლოდ ტრანსები და ოფშორები არ არის საკმარისი. არსებობს კიდევ ერთი სივრცე, ბევრად უფრო ელეგანტური, ძვირი და გაუმჭირვალი, ხელოვნების ბაზარი. სანამ სამართალდამცავები ბანკებს, უძრავ ქონებასა და ოფშორულ კომპანიებს აკვირდებიან, სოფლიოს უმდიდრესი სინდიკატები და სანქცირებული ელიტები კაპიტალის გადამალვის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მექანიზმს იყენებენ. ეს არის მაღალი ხელოვნებისა და ანტიკვარიატის ბაზარი, ფინანსური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური შავი ხვრელი. ამ ბაზრის ძალა ორ რამეზე დგას. პირველი, ფასი სუბიექტურია, უძრავი ქონებისგან განსხვავებით, ნახატს არ აქვს ერთი მარტივი საბაზრო ღირებულება. ერთი ტილო შეიძლება ღირდეს 1 მილიონი, 10 მილიონი ან 100 მილიონი, იმის მიხედვით, ვინ იყიდის, ვინ ყიდულობს, რა ისტორია აქვს და რამდენად არის მზად ბაზარი ამ ფასის მისაღებად. ეს ქმნის იდეალურ სივრცეს მანიპულაციისთვის. ვინ დაამტკიცებს, რომ აბსტრაქტული ნახატი 10 მილიონი კი არა, მხოლოდ 2 მილიონი ღირს. ვინ დაადგენს, რომ კონკრეტული ნამუშევრის ფასი ხელოვნურად არ არის გაბერილი. მეორე, ხელოვნება პორტაბელურია. 100 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის საზღვარზე გადატანა რთულია. მას სჭირდება ტრანსპორტი, დაცვა, რისკი და უამრავი კვალის დატოვება. 100 მილიონიანი ნახატი კი შეიძლება ჩარჩოდან ამოიღო, შეფუთო და რამოდენიმე საათში სხვა ქვეყანაში გადაიტანო. მაგრამ ამ სისტემის ნამდვილი გვირგვინი არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი პორტები. ჟენევაში, სინგაპურში, ლუქსემბურგსა და სხვა ფინანსურ ცენტრებში არსებობს მაღალდაცული საწყობები, რომლებიც იურიდიულად ტრანზიტულ ზონებად ითვლება. აქ ინახება ნახატები, ქანდაკებები, ძვირფასი ქვები, ღვინის კოლექციები და სხვა იშვიათი აქტივები. იდეა მარტივია, აქტივი ფიზიკურად არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეკონომიკურ სივრცეში თითქოს არ შედის. ნახატი შეიძლება აწლეულების განმავლობაში იდოს ერთ დახურულ საწყობში. ამ დროს მისი მფლობელი ქაღალდზე რამდენჯერმე შეიცვალოს. ერთი ოფშორული კომპანია მიჰყიდოს მეორეს. მეორე ტრასტს. ტრასტი სხვა იურიდიულ სტრუქტურას. ფიზიკურად კი ნახატს ყუთიდან არავინ იღებს. სწორედ ამიტომ ხელოვნება იდეალური ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც კაპიტალის შენახვა, გადაადგილება ან წარმომავლობის დაბინდვა სურს. და ეს არ არის ფანტაზია. ხელოვნების ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მაგალითი მალაიზიის 1MDB სკანდალში გამოჩნდა. 1MDB სახელმწიფო ფონდი იყო, რომელიც ოფიციალურად მალაიზიის ეკონომიკური განვითარებისთვის შეიქმნა. მაგრამ ამერიკული გამოძიებების მიხედვით 2009-დან 2015 წლამდე ამ ფონდიდან 4,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისეს და საერთაშორისო ფულის გათეთრების სქემებში გაატარეს. ეს ფული არ დარჩენილა მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე. ის გადაიქცა ლონდონისა და ნიუ-იორკის უძრავ ქონებად, სუპერიახტად, ჰოლივუდურ ფილმად და ძვირადღირებულ ხელოვნებად. გამოძიებებში ფიგურირებდა ნამუშევრები ისეთი მხატვრებისგან, როგორებიც არიან მონე, ვან გოგი, პიკასო, ბასკია და ენდი უორჰოლი. სწორედ აქ ჩანს, რატომ არის ხელოვნების ბაზარი ასეთი მიმზიდველი საეჭვო კაპიტალისთვის. ნახატი შეიძლება მილიონობით დოლარი ღირდეს, მაგრამ მისი რეალური მფლობელი ხშირად რამოდენიმე შუამავლის, ოფშორული კომპანიისა და კერძო გარიგების მიღმა იმალება. გარედან ეს შეიძლება უბრალოდ კოლექციონერის გემოვნებად ჩანდეს. სინამდვილეში კი ხელოვნება ზოგჯერ არა ესთეტიკურ არჩევანად, არამედ კაპიტალის დამალვის, შენახვისა და გადაადგილების საშუალებად იქცევა. ეს აჩვენებს ერთ მნიშვნელოვან რამეს. ფულის გათეთრება მხოლოდ ბანკებში არ ხდება. ის ხდება იქ, სადაც დიდი ღირებულება მოძრაობს და მცირე გამჭირვალობა არსებობს. უძრავი ქონება, ხელოვნება, თავისუფალი პორტები, ტრასტები, ოფშორული კომპანიები, კრიპტოვალუტა. ყველგან სადაც ფულ შეუძლია ახალი სახე მიიღოს. როდესაც ამ სიმდიდრის საბოლოო ლეგალიზაციის დრო მოდის, პროცესი ხშირად მარტივდება. აქტივი იყიდება ცნობილ აუქციონზე ან გადადის ოფიციალურ გარიგებაში.
ფული უკვე მოდის არა საეჭვო წყაროდან, არამედ პრესტიჟული ბაზრისგან. და სწორედ ეს არის ფულის გათეთრების მექანიზმი. ის არ აქრობს ფულს, ის ცვლის მის ისტორიას. მაგრამ სანამ ელიტები ხელოვნებასა და ტრასტებში მალავენ სიმდიდრეს, ჩრდილოვანი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სულ სხვა წესებით მოძრაობს. ქუჩის ფული, ნარკოფული და გლობალური მიწოდების ჯაჭვი ხშირად ბანკების გარეშეც მშვენივრად მუშაობს. სანამ დასავლეთი შვეიცარიულ ბანკებს, ოფშორებსა და აუქციონებს აკვირდება, გლობალური ეკონომიკის ქვედა ფენაში არსებობს პარალელური ფინანსური სამყარო. სამყარო, რომელსაც არ სჭირდება SWIFT-ი, არ სჭირდება მეგაბანკი, არ სჭირდება ლონდონის იურიდიული ფირმა. ეს არის არაფორმალური ღირებულების გადაცემის სისტემა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ჰავალა ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. ასევე ჩინური ფეიქიანი ანუ მფრინავი ფული. მნიშვნელოვანია ერთი რამ, ჰავალა თავისთავად კრიმინალური არ არის. მილიონობით ადამიანი მას იყენებდა და იყენებს ლეგიტიმური მიზნებისთვის. ოჯახებისთვის ფულის გასაგზავნად, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც საბანკო სისტემა სუსტი ან ძვირია. მაგრამ როგორც ყველა ძლიერი ფინანსური ინსტრუმენტი, ისიც შეიძლება კრიმინალურმა ქსელებმა გამოიყენონ. ამ სისტემის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ფული ფიზიკურად ხშირად არც კი კვეთს საზღვარს. ღირებულება გადადის ნდობის, ჩანაწერების, პირადი კავშირებისა და მოგვიანებით ანგარიშწორების გზით. მაგალითად, ერთ ქვეყანაში ადამიანი გადასცემს თანხას ადგილობრივ შუამავალს. მეორე ქვეყანაში მისი პარტნიორი შესაბამის ღირებულებას გადასცემს მიმღებს. ქაღალდზე შეიძლება საერთაშორისო გადარიცხვა საერთოდ არ ჩანდეს, მაგრამ ეკონომიკური შედეგი იგივეა. ფული ერთ მხარეს გაქრა და მეორე მხარეს გაჩნდა. ასეთ სისტემებში ხშირად გამოიყენება ნდობა, კლანური კავშირები, ოჯახური ქსელები ან სავაჭრო ურთიერთობები. ბანკისთვის ეს თითქმის უხილავია, რადგან ტრანზაქცია არ ჰგავს კლასიკურ საერთაშორისო გადარიცხვას. ეს არის ჩრდილოვანი ფინანსების ერთ-ერთი უძველესი ფორმა. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში მას დაემატა კიდევ უფრო ძლიერი მექანიზმი, ვაჭრობაზე დაფუძნებული ფულის გათეთრება. აქ სამიზნე აღარ არის საბანკო სექტორი, სამიზნეა გლობალური ვაჭრობა. სოფლიოში ყოველდღე მოძრაობს მილიონობით კონტეინერი, ტანსაცმელი, ელექტრონიკა, სათადარიგო ნაწილები, სათამაშოები, ქიმიური ნივთიერებები, საკვები, ნედლეული. ამ ოკეანეში თითოეული ინვოისის, თითოეული ფასისა და თითოეული ტვირთის რეალური ღირებულების შემოწმება თითქმის შეუძლებელია. სწორედ აქ ჩნდება შესაძლებლობა, საქონლის ფასი შეიძლება ხელოვნურად გაიზარდოს ან შემცირდეს. იაფი პროდუქტი შეიძლება გამოცხადდეს ძვირად, ძვირიანი პროდუქტი იაფად. ერთი და იგივე ტვირთი შეიძლება რამდენჯერმე იყოს დოკუმენტებში გამოყენებული. ყალბი ინვოისები, ზედმეტად გაბერილი ფასები და სავაჭრო ჯაჭვები ქმნიან სივრცეს, სადაც ფული შეიძლება სავაჭრო გარიგებად გადაიქცეს. გარედან ყველაფერი ლეგალურ ბიზნესს ჰგავს. კომპანია აგზავნის ტვირთს, მეორე კომპანია იხდის ფულს. საბაჟოზე არსებობს დოკუმენტები, ბანკში ჩანს გადარიცხვა. მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან შეიძლება იმალებოდეს ფულის გათეთრება, კარტელების ანგარიშწორება ან სანქციების გვერდის ავლა. ზოგჯერ ღირებულება საერთოდ აღარ მოძრაობს ფულით, ის მოძრაობს საქონლით. ტრანსნაციონალური ქსელები შეიძლება ერთმანეთს უცვლიდნენ სხვადასხვა სახის საქონელს. ასეთ სქემებში ფული შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს, მოძრაობს მხოლოდ ღირებულება. ეს არის თანამედროვე ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული მხარე. ბანკი არ მონაწილეობს, ფული არ ჩანს. ელექტრონული კვალი მინიმალურია. სამართალდამცავი უწყებები კი უყურებენ გლობალურ ვაჭრობას, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ლეგალური ტრანზაქცია ხდება და უნდა იპოვონ ის რამდენიმე, რომელიც სინამდვილეში კრიმინალურია. ამიტომ არის ფულის გათეთრება ასეთი რთული პრობლემა. ის ყოველთვის არ ჰგავს ფულს, ზოგჯერ ის ჰგავს ნახატს, ზოგჯერ ბინას, ზოგჯერ კონტეინერს, ზოგჯერ სესხს, ზოგჯერ კრიპტოტრანზაქციას. და სწორედ აქ მივდივართ შემდეგ ეტაპზე. ტექნოლოგიამ ფულის გათეთრება სრულიად ახალ განზომილებაში გადაიყვანა. ტექნოლოგიამ ფინანსური ძალაუფლების ნაწილი კოდში გადაიტანა. დაიწყო კრიპტოვალუტების ეპოქა. 2009 წელს ბიტკოინის გამოჩენამ ფინანსურ სამყაროში რევოლუციური იდეა შემოიტანა. შეიქმნა ფული, რომელსაც არ აკონტროლებს არც ერთი ცენტრალური ბანკი, არც ერთი სახელმწიფო და არც ერთი ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტი.
თავდაპირველად ბევრს ეგონა, რომ ეს კრიმინალური სამყაროსთვის იდეალური სივრცე იქნებოდა. გაჩნდა ონლაინ შავი ბაზრები, სადაც ნარკოტიკების, ყალბი დოკუმენტების და სხვა უკანონო საქონლის ყიდვა კრიპტოვალუტით შეიძლებოდა. მაგრამ კრიმინალებმა მალევე აღმოაჩინეს ერთი ფატალური დეტალი. ბიტკოინი ანონიმური არ არის, ის ფსევდონიმურია. ბლოკჩეინი არის საჯარო ბუღალტრული წიგნი. ყველა ტრანზაქცია იწერება ღია ქსელში და სამუდამოდ რჩება იქ. თუ გამომძიებელი ერთხელ მაინც დააკავშირებს კონკრეტულ საფულეს რეალურ ადამიანთან, მას შეუძლია დაინახოს ამ საფულის წარსული და მომავალი მოძრაობები. ტრადიციულ საბანკო სისტემაში ჩანაწერები შეიძლება დაიკარგოს, დაიმალოს, განადგურდეს ან დაიფაროს საბანკო საიდუმლოებით. ბლოკჩეინში კვალი რჩება. სწორედ ამიტომ დადგა ახალი ამოცანა. როგორ უნდა გაათეთრო ციფრული ფული ისეთ სისტემაში, სადაც ყველაფერი საჯაროა? პასუხი იყო მიქსერები. კრიპტო მიქსერი არის ტექნოლოგიური მექანიზმი, რომელიც ცდილობს დაფაროს კავშირი ფულის გამგზავნსა და მიმღებს შორის. ბევრი ადამიანის თანხა შედის ერთ საერთო აუზში, ერთმანეთში ირევა, იყოფა და შემდეგ სხვადასხვა მისამართზე გადის. იდეა მარტივია. რაც უფრო მეტ ჩუალედურ ტრანზაქციას გაივლის ფული, მით უფრო რთულდება იმის დამტკიცება, რომელი თანხა უკავშირდება კონკრეტულ დანაშაულს. ყველაზე ცნობილი მაგალითი გახდა ტორნადო ქეში, დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც ეთერიუმის ქსელზე მუშაობდა და მომხმარებელს ტრანზაქციის კვალის დამალვაში ეხმარებოდა. მნიშვნელოვანია ერთი რამ. ტექნოლოგიურად ასეთი ინსტრუმენტები შეიძლება შეიქმნას კონფიდენციალურობის დასაცავად. ყველა მომხმარებელი კრიმინალი არ არის. ზოგ ადამიანს უბრალოდ არ სურს, რომ მისი ფინანსური ცხოვრება საჯაროდ იკითხებოდეს. მაგრამ პრაქტიკაში ასეთი ინსტრუმენტები ძალიან მიმზიდველი გახდა ჰაკერებისთვის, თაღლითებისთვის და სანქცირებული რეჟიმებისთვის. განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეისთვის. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფები, მათ შორის ლაზარუსის ჯგუფი, წლების განმავლობაში იპაროდნენ კრიპტოვალუტას ბირჟებიდან და ციფრული საფულეებიდან. ამ ფულის მოძრაობის დასაფარად ისინი ხშირად იყენებდნენ მიქსერებს, მათ შორის ტორნადო ქეშსაც. 2022 წელს აშშ-ის ხაზინამ ტორნადო ქეში სანქციების სიაში შეიყვანა. ბრალდება იყო, რომ პროტოკოლი გამოიყენებოდა მილიარდობით დოლარის საეჭვო ტრანზაქციებისა და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ფულის დასამალად. მოგვიანებით, 2025 წელს, სამართლებრივი დაავებისა და ტექნოლოგიური საკითხების ფონზე, აშშ-ის ხაზინამ ტორნადო ქეში სანქციების სიიდან ამოიღო. მაგრამ ამან არ შეცვალა მთავარი ფაქტი. კრიპტო მიქსერები უკვე იქცა ფულის გათეთრების ერთ-ერთ ახალ და რთულ ფრონტად. ბლოკჩეინმა შექმნა უცნაური პარადოქსი. ერთი მხრივ, ის ყველაზე გამჭვირვალე ფინანსური სისტემაა მსოფლიოში. ყველა ტრანზაქცია ჩანს. მეორე მხრივ, თუ ტექნოლოგია სწორად გამოიყენებ, ადამიანის იდენტობისა და ფულის მოძრაობის დაკავშირება ძალიან რთულდება. აქ უკვე აღარ გვჭირდება ნაღდი ფულის ყუთები, შვეიცარიული სეიფები ან ოფშორული კომპანიების ნომინალური დირექტორები. საკმარისია კოდი. ფულის გათეთრებამ სრული ისტორიული ევოლუცია გაიარა. შუა საუკუნეებში აკრძალული პროცენტი იმალებოდა გაცვლით კურსში. მე-20 საუკუნეში ნარკოფული შედიოდა ბანკებში, კაზინოებსა და ოფშორებში. 21 საუკუნეში კი მოპარული კაპიტალი შეიძლება გადაადგილდეს ბლოკჩეინზე, გაიფანტოს მიქსერში და შემდეგ დაგიბრუნდეს ახალ ციფრულ საფულეში. ზედაპირულად ჩანს, რომ ამ თამაში ტრანსნაციონალურმა ელიტამ გაიმარჯვა. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოში აგროვებს კაპიტალს, აშორებს მათ წარმოშობას და აბანდებს იქ, სადაც ფული ყველაზე დაცულად გრძნობს თავს. მაგრამ აქ იმალება ყველაზე ბნელი ირონია. ამ სისტემის წარმატება თვითონვე ხდება მისი ნგრევის მიზეზი. როდესაც ეკონომიკაში ყოველწლიურად უზარმაზარი ოდენობის კორუმპირებული, სანქცირებული ან კრიმინალური ფული შედის, ეს კაპიტალი სადღაც უნდა განთავსდეს. დირექტორები, ოლიგარქები და კარტელები ამ ფულს იშვიათად აბანდებენ იქ, სადაც საზოგადოებას რეალური სარგებელი ექნება. ქარხნებში, განათლებაში, მეცნიერებაში, ინოვაციაში ან ადგილობრივ წარმოებაში. მათ სჭირდებათ მყარი აქტივი, ისეთი რამ, რაც არ გაქრება, რაც არ გაუფასურდება მარტივად და რომლის ჩამორთმევაც რთული იქნება და ყველაზე ხშირად ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას. ამიტომ მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ვანკუვერში, სიდნეიში, დუბაიში უძრავი ქონება მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე აღარ არის. ის გადაიქცა გლობალური კაპიტალის სეიფად. ელიტარული ბინები იქცა არა სახლად, არამედ ბეტონის ანგარიშად. ცათამბჯენებში შეიძლება ათობით მილიონიანი აპარტამენტები წლების განმავლობაში ცარიელი იდგეს,
მაშინ როცა იმავე ქალაქში პატიოსნად მშრომელი ადამიანები ქირის გადახდასაც ვეღარ ახერხებენ. ეს არის ფულის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური შედეგი. შავი ფული არ რჩება კრიმინალურ სამყაროში. ის შედის რეალურ ეკონომიკაში და ცვლის ფასებს. ის აძვირებს ქონებას და ცხოვრების ღირებულებას. ის ზრდის უთანასწორობას, ის აძლიერებს პოლიტიკურ კორუფციას და რაც ყველაზე საშიშია, ის ახალისებს თვითონ დანაშაულსაც. რადგან თუ კრიმინალურად მიღებული ფული ბოლოს მაინც შეიძლება სახლად, ბიზნესად, ხელოვნებად ან საბანკო ანგარიშად გადაიქცეს, მაშინ დანაშაული მხოლოდ რისკი აღარ არის, ის ინვესტიციად იქცევა. ის ქმნის სამყაროს, სადაც შრომით მიღებული ფული კონკურენციას უწევს მოპარულ, სანქცირებულ ან ნარკოტიკებით მიღებულ კაპიტალს და ამ ბრძოლაში პატიოსანი ადამიანი თითქმის ყოველთვის აგებს. ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკის ზედმეტ ფინანსიზაციას. ფული, რომელიც უნდა ქმნიდეს, ხშირად იქცევა ზრუნვის ობიექტად, რომელიც უბრალოდ უნდა დაიმალოს და დაცული იყოს. საზოგადოება, რომელიც მხოლოდ კაპიტალის მოზიდვაზე ორიენტირებული და აღარ კითხულობს მის წარმომავლობას, ნელ-ნელა შიგნიდან იწყებს ლპობას. ის ხდება ამპარტავანი, ზარმაცი და კორუმპირებული. ისტორიაში ამის მაგალითები ბევრია. ესპანეთის იმპერიამ ამერიკის კონტინენტიდან იმდენი ოქრო და ვერცხლი წამოიღო, რომ რეალური წარმოება და შრომა მეორე პლანზე გადავიდა. ერთი შეხედვით ეს იყო სიმდიდრე, სინამდვილეში კი ეს სიმდიდრე გახდა დაავადება, რომელმაც ეკონომიკური საფუძველი დაასუსტა. დღევანდელ ფინანსურ ცენტრებშიც მსგავსი ლოგიკა ჩანს. როდესაც ქვეყანა ძალიან დიდხანს ცხოვრობს იმით, რომ სხვების კაპიტალს ინახავს, მალავს და აბინავებს, ის ნელ-ნელა კარგავს რეალურ წარმოებას, სამართლიანი ეკონომიკისა და საზოგადოებრივი კონტრაქტის განცდას. პოლიტიკური სისტემა სულ უფრო ნაკლებად ემსახურება ამ მომრჩეველს და სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ფულზე, რომელიც არავინ იცის, საიდან მოდის. იზრდება უთანასწორობა, იზრდება უნდობლობა, იზრდება ინფლაცია, ქონებრივი უფსკრული და სოციალური მღელვარება. ადამიანები გრძნობენ, რომ თამაში გაყალბებულია, მაგრამ ხშირად ვერ ხედავენ, სად არის გაყალბების მექანიზმი. ისინი ხედავენ მხოლოდ შედეგს. გაზრდილი ფასები, ქალაქები, სადაც ცხოვრება რიგითი ადამიანისთვის შეუძლებელი ხდება, ბანკები, რომლებიც ჯარიმას იხდიან და მუშაობას აგრძელებენ. პოლიტიკოსები, რომლებიც გამჭვირვალობაზე საუბრობენ და თავად ოფშორული სისტემებისგან სარგებელს იღებენ. კორპორაციები, რომლებიც მოგებას იღებენ ერთ ქვეყანაში და გადასახადებს იხდიან მეორეში. მილიარდერები, რომლებიც წარმატების ლექციებს კითხულობენ, მაშინ როცა მათი სიმდიდრის რეალური გზა გაუმჭვირვალე სტრუქტურებში იკარგება. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ არ აჩერებს ამას მსოფლიო? პასუხი მწარია. იმიტომ, რომ ეს არის მოკლევადიანი უპირატესობის თამაში. თუ ერთი ქვეყანა იტყვის, მე არ მივიღებ საეჭვო კაპიტალს, ამას მეორე ქვეყანა გააკეთებს. თუ ერთი ბანკი უარს იტყვის, მეორე ბანკი მიიღებს. თუ ერთი ქალაქი კარს დახურავს, მეორე ქალაქი გააღებს. იგივე ლოგიკა მუშაობს სპორტშიც. სპორტსმენმა შეიძლება იცოდეს, რომ აკრძალული პრეპარატები მის სხეულს აანგრევს, მაგრამ ოქროს მედალი დღეს სჭირდება. და თუ კონკურენტებიც იმავე გზას ადგანან, უარის თქმა მისთვის დამარცხებას ნიშნავს. ფულის გათეთრების გლობალური ინდუსტრია სწორედ ასეთი აკრძალული პრეპარატია თანამედროვე ეკონომიკისთვის. ის აძლევს სწრაფ ენერგიას, ზრდის აქტივების ფასს, იზიდავს კაპიტალს, აშენებს სათამრჯენებს, ავსებს ბანკების ანგარიშებს, მაგრამ ნელ-ნელა ანგრევს საზოგადოებრივ სხეულს. ფულის გათეთრება არ არის უბრალოდ ფინანსური დანაშაული, ის არის მორალური ინფექცია. ის აიძულებს ინსტიტუტებს დასვან მხოლოდ ერთი კითხვა, რამდენი ფული შემოდის და დაივიწყონ მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, საიდან მოდის ეს ფული. ისტორია გვასწავლის ერთ მკაცრ კანონს. პარაზიტული სტრუქტურები დიდხანს შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ უსასრულოდ ვერ ძლებენ. ჩვენ მდგავართ ძველი ფინანსური წესრიგის ღრმა კრიზისის წინაშე. წესები, რომლებიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა, ვეღარ აკონტროლებს 21 საუკუნის კაპიტალს. ფული გახდა სწრაფი, უხილავი, იურიდიულად მოქნილი და ტექნოლოგიურად დაცული. სახელმწიფოები კი ხშირად მძიმე და მოუქნელი სისტემებივით მოქმედებენ. გვიან ხედავენ პრობლემას, გვიან რეაგირებენ და ზოგჯერ თავადაც იმპულსზე არიან დამოკიდებული, რომლის კონტროლსაც თითქოს ცდილობენ. უხილავი იმპერია ჯერ კიდევ დგას, მაგრამ მისი ბზარები უკვე ჩანს. დამთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, დაინგრევა თუ არა ეს სისტემა ოდესმე. მთავარი კითხვა შემდეგია, როცა ის დაინგრევა, რას მოიყოლებს ნანგრევებში?